მამისა და დადისა და სულისა წმინისა და მე მინდა იმედობაზე ვილაპარაკო ადამიანი მაშინ ამ იმედობაში როცა იმიწევს ღმერთს ან შეიძლება ღმერთი არსებობს მაგრამ მაშინ არა ღმერთი იმიტომ რომ მაშინ ღმერთი რო იყოს მაშინ იმედობაში არ იქნება და ესე ღმერთთან ერთობას კარგავს და ღმერთთან ერთობაში რო იყოს ჩვენც იგივე უნდა გამოწევდეს იგივე სულები და სამწევრებს ღმერთსა და რაც კიდე რა უნდა ეს უნდა ყველა ადამიანის გადარჩენა გამშვენდე რომლებიც და გამშვენდე ცხოვრების წესისა ჩვენ კიდე მთელი შეიყვარო კი არ არის მეტი პროფეტალობა სიძულვი იდესება მას მეტი და ეს პაში მასი ძინავზვარი ვარმა შეადგავებული ქალაქში და ფედერალ ამხელა სიძულვია დაესილი სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო რატო იმიტომ რომ მასი არ მეტი ასევე ეს ხშირად შიგნით მეზობელი ფიზიკური იმპერია ის მოწონია იმისთვის დასავლეთია სუვერენიტეტი და არა ხალხი რუსი ფრანგიანი ესპანელი აკლაპარაკი იმაზე რომ ფიზიკური იმპერია ტერიტორიების დაკავება და სუვერენიტეტი არასორი ხუზების პროპაგანდას ითხოვენ სუვერენიტეტი მაგრამ მოგიწერია ეს მოსმენისთვის და ამ დროს სიზუბეში ხარ არა მარტო მტრისადმი სულიერი თუ ფიზიკური არამედ შენი ძმისადმი ეს აგერ ხო არ გასულა დიდი ხანი 91 წელს რას მოხდა ძმას მასე ხელი არ მოხდა ეს რატო ხდება ეს მაშინ ხდება და ამ დროს იმათაც მართალი იქონა თავისი არ არის აი ხელისუფლების წინააღმდეგ ახლა ზოგი ხდება რომ არასორი იყო და ასევე აი ქართული როცა აგინებს აფხაზეთში მე ვარ სოხუმელი როცა აგინებს შენ რუსეთს შენ თვითონ რა დაუშავე დააშავე აფხაზების მიმართ რუსეთის მიმართ ეს გაიხსენე მაგრამ თუ ახალგაზრდა ხარ არ იცი მაგრამ ჩემი ასაკი ხო იცის ჩვენს დავაშავეთ და ბოდიშის მოხდაზე ერთი ამბავი რო ატყდა ბოდიში ჩვენს უნდა მოიხადო და იმათაც უნდა მოიხადო იმიტომ რომ მარტო ქართული კი არა დამნაშავე აფხაზეთის არა დამნაშავე არ დამნაშავე რუსეთის იმპერია დამნაშავე მაგრამ ღმერთმა ესეთი კაცი მოიყვანა ამერიკის ხელისუფლებაში ვინც თქვა რაც ხდება რევოლუციები და უბედურებებიო ეს იგეგმებოდა ამერიკაში თვითონ კაცმა თქვა ესე იგი ამერიკელია და ესაც უყვარს თავის სამშობლო და ზრუნავს რომ კარგადდნენ ამერიკელები და მთელმა ხალხმა გაიგო რომ იმპერია არ არსებობს სამართლიანი ხშირად მოყვარს ორიგომის მაგალითი 45 წელს ჩამოვაგდო შეერთებულმა შტატებმა ხილოსნა ნაგასაკში მაგრამ რაშუაშია ინგლისელი ამერიკელი ხალხი და ინგლისური ენა საერთაშორისო ეს ამას ყველაფერს პოლიტიკა აკეთებს მაგრამ ჩემ მასაკს კარგად ახსოვს ჩვენ რა სიზმრით ვიზდებოდით როცა რუსეთის ქვეშ იყო საქართველო კაპიტალისტებისადმი ამერიკა ევროპისადმი ახლა 30 წელი ეთესება სიზმრით რუსებისადმი და როცა ჩემი ქადაგებით ვიცარ რუსებს გონიათ რუსების მოხევარ და ემის მოხევარ შენ გუშინ არ იყო სიზმრით იმიტომ რომ ხშირად გეუბნებით გამოჩნავს აი თავი როცა მაპატიე როგორც მაპატიე არ გაგპატიება არ შეიძლება მithumetes ერთ უცუდა mithumetes თუ მოწუნე ხარ და ბიბლიის მიხედვით ვეღარ არ ჩამოვარდება და თმა არ დავარდება ეს სამოცებას გაუქმება იქნება თუ ეპისიმურობის გაუქმება იმას კი ამბობ მაგრამ ეგ უთოს არ ხდებოდა რასაკეთებდა ქართული ან საბჭოთა კავშირი დაიშალა აგინას ხელობის ხალხი როგარბოდა ამას ფაშიზმი ქვია ამას კი არ ამბობ ახალგაზრდა კიდე არ იცის როცა გაიგებს ხდება რომ სულები მარტო ღმერთია შენ რო ქართული ხარ და მე რო ვამაყობ იმიტომ 14 დამწერლობაში ქართველი ვარ 14 დამწერლობაში ჩემი დამწერლობაზე ქართულია ერთ-ერთი რო იყო კოლხეთი იბერია იყო თამარმები იყო შეტაროსტები თქვა წინაპრები თუ მადლობას არ ეთქვა ღმერთსა და თუ შენ თავს მიაწერე ქართულობას და ქართულს და ქართულ ენას მაშინ დიდი გასვლა ეშმაკისაგან ის ეშმაკი არ დავადებულა იყო ანგელოზი და ამბაგანობა გახადა გოროცულად ამიტომ ქართველი რო ხარ მე შეადადო გეუბნებით იმას რომ ქართული ქართველს ყიდა და 2 მილიონი ნახევარი გაედა სტამბოლის ბაზარში
და სომები ამას ებრძოდა, მაგრამ თავის დედა ეწინააღმდეგებოდა და ქართული თავადები და რევის რუსეთმა გააუქმა. ქართულებმა ყველაფერი მოუხერხეს ამას, რომ ქართული ქართველს ყიდდა. ასევე ეს 30 წელია შეაბავოთ ჩვენ მასმედიას ასაკეთებს. ის მოახერხა ზოგმა მასმედიამ, რას მოახერხეს? არაბებმა, მონღოლებმა, თურქებმა, ირანელებმა, რუსეთის ხელისუფლებამ, ეს ჩვენ ფიზიკურად კლავდნენ. მაგრამ შეიძლება მაგალითად ჩვენი ასაკში ამბობს იმას, რაც ახლა, რომ ჩვენ დროს მეტი სინდისი იყო, ვიდრე ახლა და იმიტომ რომ აი ქართული არხია, თქვენს გიჩვენებთ აი მინდოს ასფილმები გადიოდა, შეიძლება აიჯერ უყურო ეს ქართულია, სულია თუ სხვა, იმიტომ რომ იყო პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, გარიყობილ სიტყვაობა და ის რაც ხდება დღეს, ისეთი მოთმინებია თუ არ გააკონტროლებთ თქვენ შვილებს, ფსიქიატრები ხდება თვისაყვანი. და ამიტომ ის იქნება რომ ყველაფერს მადლობას თუ ერთხელ მერს და მაშინ შენში არ იქნება ღმერთი. მაშინ შენ თუ სული არ გისუნდება, როდები და ხშირად მომბობ რომ ის რუსეთისგან კი შემოვიდა საბჭოთა კომუნისტური წყობა. მაგვარები ამიდა ესე თქვა ეს ქართველები რომლებიც სისხლით ხოცით ანგრევდნენ დასდევს ვიდავდნენ მორწმუნეებს აბოლოდებული ღმერთზე და რატომ იმიტომ რომ ზოგი სიტუჩილის გამო, ზოგი იმის გამო რომ სული არ სულდება. ეტარო იქნება თუ კითხვა იქნება თუ არ გისულდება სული ეგრე შენ ყველაფერში პასუხს უნდა ეძებდე სახარებაში და მაშინ უმიმედობაში არ ჩავარდები თუ სული არ გისულდება. იქ დაინახავ რომ 38 წელი ადამიანი განვეული იყო და არ დაუკარგია იმედი ღმერთზე. 38 წლის შემდეგ კიდევ მივიდა ღმერთთან სათხოვნელად. აი ეს არის წმენა. აი ყველაფერზე რაც ოჯახში ხდება ან შენ პირად ცხოვრებაში ყველაფერი პასუხი უნდა მიიღო სახარები ნამდვილად მოგწოდები არიან. სანდესანდებიან ბიჭას იწერებენ და სახარებას არ გეთხოვებენ და რა წმენა მეთქი ხილავია და ხელური ხდება რომ საკითხებს სახარების გამარდებას. საკითხებს ვიდადა ცხოვრებას. იქ გაიგებ რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და კიდევ მოიყვან ივანე დამასკელის მაგალითს ადამიანს ფინანსს უნდა მოჭრილი ყავი. როგორც მოღალატეს მაგრამ წვენამ რა გააკეთა გაუმფრიანა ხელი და სახელი დაებრუნა და დიდი მამა გარდა იყიდება ივანე დამასკელის წიგნები. ამიტომ განხიანება საქართველოს იქნება რომ სიხარული გულში როგორც მოციქულებს უნდა ხდება არა დასავლეთის ყურები და რაც იერიქონების ამეთ ღმერთის ყურები. ეს წვენა მოგწეს მე თუ რა ჩვენ წინაპრებს ქონდა ჩვენდანაც მერტი